და ახლა ადამიანი, რომლის ბიოგრაფიულ დეტალებზე ქართველი მეცნიერები დღემდე დაობენ. ქართველი მწერალი და მეცნიერი, რომელიც იმ დროინდელი საქართველოს პოლიტიკური მოღვაწეობაც იტვირთა და იყო ერთ-ერთი პირველი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის დასახმარებლად ევროპას მიმართა. სულხან საბა ორბელიანს დღევანდელ გადაცემაში მომავალი თაობა წარმოგიდგენთ. როგორც მე ვიცი, თქვენ გააკეთეთ არჩევანი, რომ ამ გადაცემაში გამოჩენილ ქართველთა ათეულში მხარი დაუჭიროთ სულხან საბა ორბელიანს. რატომ მაინც და მაინც სულხან საბა? სიტყვის კონაში სიტყვა იგავს განმარტავს შემდეგნაირად, ესე არის სიტყვით მაგალითი და თავისი სიტყვით ცდილობდა ხელისუფალთათვის მიეცა მაგალითი. დღესაც შეიძლება მის სიბნეს სიცრუესაზე დაყრდნობით ადამიანმა წარმართოს თავისი მოღვაწეობა ყველა ასპარეზზე. მის ორ სიტყვის ძალაერთობაშია დევს მთელი სიბრძნე, რომელიც ამშვენებს საქართველოს გერბს. ჩემთვის მისაბაძი დიპლომატია. მან ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში სცადა ევროპისაკენ გზის გაჭრა და იგი მიხვდა, რომ ევროპასთან ინტეგრირება ეს იყო ერთადერთი გადარჩენის გზა. სულხან საბა ორბელიანმა შექმნა სიტყვის კონა. მან თავისი ცხოვრების 33 წელი შეალია ქართულ ენაზე ზრუნვას. მან მოგზაურულ ჟანრს ჩაუყარა საფუძველი. მისი ნაშრომი, ერთ-ერთი ნაშრომი ქადაგებები, რომელიც წალანის სახელწოდებითაა ცნობილი, ჩემთვის ძალიან აქტუალურია. მე თქვენი საუბრიდან გავაკეთე ასეთი დასკვნა და მეც ვეთანხმები ამ დასკვნას, რომ ყველა დიდი ქმნილება გარკვეული ქვეყნის, გარკვეული დროის ფესვებზე მოიზრდება ხოლმე, ასევეა სულხან საბას ქმნილებებიც. მის პრინციპებს, მის მოძღვრებებს არ აქვს ჩარჩო. ის ნებისმიერ დროს არის აქტუალური. ამიტომ ის იმსახურებს დიდ ქართველთა ათეულში მოხვედრას. და იმედია